ბრაზილიის დედაქალაქის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში უკვე 3 წელია მოქმედებს ინოვაციური თერაპიული პროგრამა, რომლის ფარგლებშიც პაციენტებს მკურნალობაში სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლები ეხმარებიან. ინიციატივის მიზანია სტრესის შემცირება, ემოციური მხარდაჭერა და მკურნალობის პროცესში პაციენტების ჩართულობის გაძლიერება. ვინაიდან პროგრამა ფსიქიატრიულ განყოფილებაში ტარდება, სესიები მიმდინარეობს ჯგუფურად მრავალპროფილიანი გუნდისა და ძაღლების მწვრთნელების ზედამხედველობით. მე მყავდა ძაღლი, რომელსაც ჩიკო ერქვა. მან ჩემზე დიდი გავლენა იქონია. ძალიან დამეხმარა. როდესაც აქ ამ ცხოველებს ვხედავ, ეს მოგონებები ცოცხლდება. ეს ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა. მიხარია, რომ ისევ მომეცა შესაძლებლობა მქონოდა კონტაქტი ცხოველთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არსებობენ ცხოველები, რომლებიც გამოჯამრთელებაში გვეხმარებიან. განყოფილების ხელმძღვანელი სილვია ფურტადოს დებაროსის თქმით, თერაპია, რომელშიც ძაღლებიც მონაწილეობენ, ამცირებს შფოთს. ეხმარება პაციენტებს ემოციების გამოხატვასა და ზრდის მოტივაციას. პერსონალის დაკვირვებით პროგრამის დაწყების შემდეგ პაციენტებს გაუმჯობესდათ განწყობა. შემცირდა დეპრესიული და შფოთვითი სიმპტომები. ისინი უფრო მეტად არიან ჩართული სხვადასხვა აქტივობაში. ცხოველების და ადამიანების ურთიერთობა მრავალ დადებით ეფექტს იძლევა. მე თავად ვნახე ეს შედეგი ერთ პაციენტთან, რომელიც ჩვენი შემოსვლის დროს საერთოდ არ ლაპარაკობდა. რამდენიმე თერაპიის შემდეგ, მათ შორის მაილოსთან კონტაქტით, პაციენტმა თავი კომფორტულად იგრძნო, დაიწყო საკუთარი გამოცდილებების გაზიარება და ბოლოს სიმღერაც დაიწყო. მას ძალიან ყვარებია სიმღერა, ასე რომ პატარა კონცერტიც კი მოგვიწყო. გუნდთან ერთად მუშაობენ ძაღლები, რომელთა სახელებიცაა სისა, ჩიკო, მაგალი, მაილო და საფირა. თითოეული მათგანი სპეციალურად არის გაწვრთნილი, რათა საავადმყოფოს გარემოში კომფორტულად და უსაფრთხოდ იგრძნონ თავი.